გამარჯობა. დიდხანს ხვაღმანობდი ჩამეწერა თუ არა ეს ვიდეო. ამ ვიდეოში ჩემი მონოლოგის შესახებ ბევრმა ადამიანმა შეესაძლოა იფიქროს, რომ ეს ზედმეტია, ეს ისედაც ყველა მიცის და რომ მე ვაჭარბებ ამ თემის ჩემეული შეფასებისას. მეც ასე მეგონა, რომ არ არსებობდა ადამიანი, რომელსაც ეს არ ეცოდინებოდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი. მოსწავლეებთან კერძო პრაქტიკის დროს აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთ მე-6 და მე-7 კლასელ ბავშვსაც კი უჭირს და ფიქრის ჭირდება ისეთი ელემენტარული გამოთვლებისას, როგორიცაა 10-ს მივუმატოთ 4, 10-ს მივუმატოთ 6, 20-ს მივუმატოთ 17, 60 გაყოფილი 3-ზე, ან 80 გაყოფილი 20-ზე. და როგორ გონიათ, რატო? იმიტომ რომ როცა ამ ბავშვებს თვლას ასწავლიდნენ, რიცხვითი სახელების მნიშვნელობა, მათი წარმოშობა არ აუხსნეს, არ ასწავლეს. დიახ, საუბარია ზუსტად თვლის, ანუ დათვლის სწორად სწავლებაზე. შესაძლოა თქვენი ბავშვი კარგად ითვლის, მაგრამ აუცილებელია მას აუხსნათ, რატომ ამბობენ 10-ის შემდეგ 11-ს, შემდეგ 12-ს და შემდგომ ესეთი ელემენტარული შეკრებები მას აღარ გაუჭირდება. როცა ბავშვმა დათვალა 10-მდე, აუხსენით, რომ შემდეგ 1-ით მეტი რიცხვია, ანუ 10-ზე 1-ით მეტი რიცხვი, რომელიც ითქმება, ამიტომაც მას დაარქვეს 10-1-მეტი, 10-1-მეტი, ანუ 10-ზე 1-ით მეტი. შემდეგ 10-ზე 2-ით მეტი რიცხვი მოდის, რომელსაც ქვია 10-2-მეტი, შემდეგ 10-3-მეტი, 10-4-მეტი და ასე შემდეგ. ზუსტად, სხვათა შორის, ზუსტად ასე იყო ძველ ქართულში. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს 100 ა მოშორდა, დარჩა მარტო თ, თ-1-მეტი, თ-2-მეტი. ზოგან ჟღერადობა შეიცვალა, მაგალითად, რომ უნდა ყოფილიყო თ-3-მეტით 3-მეტი, გამოვიდა 13, თ-7-მეტი, გამოვიდა 17, თ-19-ით 19, გამოვიდა 19. ბავშვების უმრავლესობა ამას თავისით ხვდება, მაგრამ თუ თვითონ ვერ ხვდება, თქვენ უნდა აუხსნათ. ყოველი შემთხვევისთვის გადაამოწმეთ, იცის თუ არა ბავშვმა თქვენმა შვილმა ეს. მივედით, ვითვალეთ, მივედით 19-მდე და მერე მივედით, უნდა გადავწდეთ 20-ს, ხო? აი მაშინაც აუხსენით, რატომ ვამბობთ 20 და 1 დაუმარცხლეთ ესე, 20 და კიდევ 1-ია, ამიტომ ქვია 20 და 1, 20 და 2, 20 და 3, 20 და 4, როცა ესე აუხსნით, თქვენ ბავშვს არ ამგონია, რომ გაუჭირდეს ისეთი მაგალითები, როგორიცაა 20 მივუმატოთ 4, 20 მივუმატოთ 5 და ასე შემდეგ. მაგრამ როცა ბავშვმა დათვალა 19 და მერე თქვა 20, მერე აი უკვე გადავიდა 20 გადაცდა და მეორე 20 დათვალა, ხო? 39, მერე უნდა თქვას უკვე 2-20, აუხსენით, რომ ამ 2-20, იმიტომაც ქვია ეს 40, იმიტომ ამბობს, რომ ეს 2-20-ია. 2-20-ია. 2 ცალი 20, ეს არის 40, მერე წავიდა 41, 42, 43 და ასე შემდეგ და მერე უკვე მესამე 20-ია, მეოთხე 20 როდისღაც იქნება, მეხუთე 20 იქნება და ამიტომ აღარ გაუჭირდება მერე რომ 100 გავყოთ 20-ზე, ხანდახან 7-ია, ხანდახან 8 არის ზოგიერთი ბავშვის აზრით. იმიტომ არის ეს, რომ ბავშვებმა ეს არ იციან სიტყვების წარმოშობა. სხვათა შორის, მეგონა, რომ ეს კონკრეტულად რომელიმე ბავშვის ბრალი იყო. და შევამჩნიე, რომ როცა მე მათ მშობლებს
უთხარი რომ ბავშვი აი ესეთ რაღაცას ვერ ხვდება და როგორ ვერ ხვდება კაცო ეს ხო თვითონ სიტყვა ეუბნება მაგალითად 20 და 17 27-ია ხო ბავშვმა ეს როგორ არ უნდა იცოდეს პირდაპირ სიტყვა ხო ეუბნება ამას და ამ დროს შევამჩნიე რომ თურმე იმ მშობელმაც არ იცის ეს და რანაირად ასწავლიდა თავის შვილს ამიტომ ძვირფასო მშობლებო დაწყებითი კლასის პედაგოგებო მიაქციეთ ამას ყურადღება მიაქციეთ რიცხვითი სახელების წარმოშობას მნიშვნელობა თორემ მივალთ იქამდე როცა არ მინდოდა ამის თქმა მაგრამ მაინც ვიტყვი ერთხელ ჩემი თვალით მაქვს ნანახი როცა ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის წინათ იყო ეს ამბავი მაგრამ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთმა დეპუტატმა 1000 კალკულატორზე გაყო 100 გაყო 100 უпроსორად მაპატიეთ შევცდი 100 გაამრავლა 10-ზე 100 გაამრავლა 10-ზე კალკულატორის საშუალებით და მიიღო 1000 ხო 1000 ყოფილაო თქვა და კმაყოფილი დარჩა მასამაგეროთ მე დავრჩი უკმაყოფილო იმიტომ რომ სიტყვა 100 დეპუტატობამდე მივიდა კაცი და არ გაუგონია რომ ეს 1000-ია ამიტომ 600 გავყოთ 100-ზე 700 გავყოთ 100-ზე და ასე შემდეგ ამ პირიქით 6 გავამრავლოთ 100-ზე რომ 600-ია წარმოშობა თუ იცის სიტყვების ესეთი რამ აღარ გაუჭირდება წარმატებებს გისურვებთ დიდი მადლობა მადლობთ რომ მისმენდით სხვათა შორის დიდად მადლობელი დაგრჩებით თუ YouTube-ზე ჩემი არხის გამოწერები გახდებით მადლობა ნახვამდის წარმატებებს გისურვებთ